გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? როგორ ხართ, რა შვებით ხარ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი შემცირდასავით? ვიცი, ჩვენსკენ არაფერი არ ხდება. ძელებურად მიმდინარეობს ფორმა და ზომა. ზონა რა ვიცი. ყველაფერი ძელებურად. თქვენსკენ რა ხდება, აბა? თუ დაგვიწერთ და გვეტყვით. ერთადერთი თვალები მეწვის, ეკავება, ეგ არის ახალი. დამემართა უკვე, დამეწყო. ალერგია დამეწყო უკვე. ძნელი იცი ალერგია რა არის, ალერგია რაღაცა უფრო და უფრო გამიჯდება ახლა რა უნდა მოწყდეს, რა მოწყდება. რა მოწყდეს, აბა რა უნდა გქას. შემცირდასავით რა არის. საერთოდ გავფინე ახლა და გარეთ კი კაი ამიდია, მაგრამ სახში აქ ცივა. შიგნი. ნირა ბოთლია. აი მაშინ ვისი რა. ვისკი. ვისკის ბოთლი. ეს ვისკი საახალწლოს უნდა. ვისკი შენახული მაგ ხალხნო. იმაში ვიდეოს ვიტრინაში. ვიტრინაში მაგ შევდებული. შამპანსკი უნდა იყიდო და ვისკი, შამპანური. ახალწელზე. ყველაზე კაი, ყველაზე ნახტი. და დუსუფრაზე. ნუ გახსნა ახალწელზე იგეც და ისიც რა ქვია. რა ქვია იმას? შამპანური. კი. ცხრიალა ღვინო. აბა ახალწელზე გახსნათ, ეხლა მე მაგის დამლევი არა ვარ და თან ვისკი როგორც იცით, ბევრი არ უნდა დალიო, თორე ძალიან გაგრთავს. იმას გაგრთავს თუ იმას იზავს რა ქვია. ეს გართვა რა გაუძლია იყო. გაგრთავს აბანას გიზავს გიზავს. რა ქვია? ამ ქვეყნიდან გაჯერა ცოტა ხანი. დაგაბრუნებს. ცოტა ხანი. მოწყდები ამ იმას რა ქვია, ყოველდღიურ ცხოვრებას. და სხვა განზომილებაში გადახვალ. დინცნს გადახვალ. ხანდახან ეგეც კარგია ხალხო. კი. მე დალიო და გადახვიდე სხვა განზომილებაში. მოწყდე ყოველდღიურ იმას რა ქვია, რუტინას და ფიქრებს. თან დადებითი ფიქრები არ მოდის ტვინში, მოდის უარყოფითი ფიქრები მოდის, დადებითი არა. სულ ფიქრობ. ეს არის რა ქვია. ნერვიულობ, ფიქრობ, რა გააკეთო, რა ქნა, როგორ იქნები. როგორ უნდა იშოვ ძენგი. კი ბატონო, როგორ იშოვ ფული, როგორ არჩინო ოჯახი. ეგრეა ჩვენი საქმე. და მოწყდე ამ ფიქრებს. ცოტა ხანი. ცოტა ხნით. ოღონდ ისეც არ უნდა დალიო. თლა უარყოფით ადამიანებსაც უნდა გასვო. კი ბატონო, ის არის რა ქვია. თლად ისეც არ უნდა დალიო, რომ იმაში მოხდე. რა ქვია, ინტოქსიკაცია რომ მიიღო, ეგრეც არ უნდა გააკეთო. მაგრამ კაიად უნდა დალიო ცოტა კარგად უნდა დალიო და იმხიარულო, რაც გინდა ისა თქვი, არავის არ ეწყინება. გინდა მეზობლებს დაუარე, დათვალე. უბრალოდ ის არის რა ქვია. გახვალ ამ უარყოფით იმაში რა ქვია. სცენიდან გადახვალ. რეალობიდან იმას გადაუხარ ცოტას.
ხალხო ნიჭიერს ვინ უყურა? ვინ უყურეთ ხალხო ნიჭიერს? ამ უაზრო რაღაცებს თავი დავანებოთ. რომლის ფანები ხართ თუ ფანი არც ერთი სიმართლე რო გითხრათ, მე პირადად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არც ერთი სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ რამდენიმე მომეწონა. რამდენიმე ფავორიტი მყავს გუშინდელი ნიჭიერიდან. და ნახოთ. ფავორიტი ნამდვილად ყავს ის ბავშვი ერთი გუშინდელი იმიდან რა ქვია. არ ვიყურებია. მე და მე შეიძლება უკეთესები წამოვიდეს, ხო, რა თქმა უნდა. კი. ხო და ის არის რა ქვია, ერთი ბავშვი რო იმღერა ფრანგული სიმღერა, ერთი ის მყავდა რა ქვია ვერ გადავიდა კი ბატონო ფინალში, მაგრამ ის რო გააკეთა. აი მე რა ქვია, ფოკუზნიკი რო იყო, ფოკუზნიკი თუ რა ქვია, ილუზიონისტი. ფოკუზნიკი არა. ფოკუზნიკი არის რა. ილუზიონისტი. მაგრამ გააკეთა სხვათა შორის ძალიან ემოციურიც იყო. ხო. კასტინგებზე რო გააკეთა, კასტინგზე რო გააკეთა აგვისტოსონთან. მე ვიჯღავლე მაშინ, ვიტირე, კარგად გემრიელად, გამახსენდა. კარგად გემრიელად ვიტირე. გუშინაც სხვათა შორის ემოციური ის იყო. კი. თან თვითონ იქ მაცხოვრებელია, სადაც ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ. ხდება. სამწუხაროდ ხდება. ეგრეც ხდება ხოლმე. ეგეც და ფრანგულად რო იმღერა ბავშვმა. ხო, ისიც. ის მეორე ბავშვიც რო გამოვიდა რა ქვია. მეგანი რო იმას აქნა რა ქვია, მეგანის სიყვარული შეასრულა, იმანაც კარგად იცეკვა. ისიც ვერ გადავიდა, მაგრამ რას ვიზავთ? რას ვიზავთ ხალხო? ცხოვრება ეგეთია. ხან მოიგებ, ხან წააგებ. ხან ისე ვიქნებით, ხან ასე ვიქნებით. და ეხლა თუ ვერ გადახვალ და თუ ვერ მოიგებ, ცხოვრება მაგით არ სრულდება. დიდი ამბავი ახლა მან თუ არ გადახვალ, სხვაგან გაიმარჯვებ, სხვაგან იმას იზავ, გამოცდილება გექნება აუდიტორიაში მღერის, სიმღერის, სეკვის, რა ვიცი. აუ! დავიხალე. დაჭირე მერე. წვანეს და ან ხატია იქნება, ან ნაზო იქნება, ან ვიღაცა, რა ვიცი. მე მქონდა ჩართული და ვინ არის? ნაზო რაკენ ვერ ჩავწევი თუ ვერ ხოთა რაკენ დავა. ხო და ეგრე ესე იგი ხალხო თვალებიდან თავისით მოდის ცრემლი. ხო. ეს ყოველ ვამბობთ რაღაცას ვიძახოთ. ნიჭიერზე ვლაპარაკობთ. ხო. ნიჭიერზე ვიძახოდით. ნამდვილად არ უნდა გადახვალ თუ არ გადახვალ, ნამდვილად ეგ არ არის საწყენი. თუ არ გადახვალ, თუ ვერ გადახვალ და თუ ვერ იმას იზავ, რომც გადახვიდე, თუ ფინალში ვერ გაიმარჯვებ, ეგ ნამდვილად გულის დასაწყვეტი არ არის, იმიტომ რომ მაგით არ სრულდება ცხოვრება, ყველაფერი წინ არის, მანდ ვერ გააკეთე, ვაღარ გაგიმართლებს. ცხოვრება ეგეთია, ხან წააგებ, ხან მოიგებ. აბა როგორ გვინდა? ეგრე ვიძენთ გამოცდილებას ადამიანები. კი, შრომას დეფიმ ყველაფერში, მას საშვები რა ქვია. მაგრამ მაინც და მაინც კაია. მაინც იცი რა არის? რომ დაფიქრდები ხო, კაი გინდა კი გამარჯვება. კი გინდა გამარჯვება ნამდვილად რო გამოდიხარ ხო. ამდენ შრომა რო შრომას ჩაგიყაროს და ელემენტარული, მაგრამ მაინც კარგია რომ გამოცდილებას იღებ. გამოცდილებას იღებ.
წყალში ისედაც არ გეყრება შრომა, იმიტომ რომ ხალხმა მაინც ხო ნახა, გაგიცნო ხო. რაღაცით. კი. ადამიანებმა ნახეს, გაგიცნეს. კი, მართალია. ის სომეხი ძმები რო იყვნენ, რეები აკეთეს ხალხო, აფრიალეს დანები თუ რაღაცეები. თანი გუგოებს რანაირად არ ჭორდა ხო. კაცო, მაიმე. ხო. მე მეგონა ანაგერ მოარტყავდნენ და ანაგერ მეთქი რა, გული მის წკდებოდა. მე მეგონა მოხვდება და ეგ არის თქო. ხო, მეც ეგ მეგონა სხვათა შორის. ეგრეა ცხოვრება. ცხოვრება ეგეთია. და სხვათა შორის აი იცი რა არის, კარგად აკეთებდნენ, არ აკეთებდნენ ცუდად. ვინები? აი სომეხი ისინი. ძმები? ისინი ხო. დანები რო ხო, მაგრამ კარგად კი აკეთებდნენ, მაგრამ ეს რთული ის მდგომარეობა ხანისიერი. არ გაიმეოროთ მსგავსი რაღაცები. და რაღაცა რა უნდა არ გაიმეორო. შეიძლება. გიორგი ძია გეუნებათ. ხანდახან უნდა დაუჯეროს ბიძიას. არ გაიმეოროთ მსგავსი რაღაცები. ხო და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, აი ისა რომელი ჟიურმა რომელი გადაიყვანა ის სვანები არა. ხალხმა გადაიყვანა. სვანები რო იცეკვეს ხალხმა გადაიყვანა და ჟიურმა გადაიყვანა ის არა ქვია. ის ბავშვი რო იმღერა და კიდე ერთი რომელიღაც. და ის არა ქვია, ანბანისის რო გააკეთეს. რა ქვია? ხო, ეგენი, ხო. ხო. ანბანის ცეკვა თუ რაღაცა. რო გააკეთეს. შეიძლება კარგად გააკეთეს, მაგრამ ორი ადამიანი აკლდა. ორი ასო აკლდათ თუ არ ვწდები. მე მგონია ორი აკლდათ. იმიტომ რომ 33-ას უნდა იყოს წესდი ქართულ ანბანში. კი, ხო და ქართულ 33 არ იყო იქ. არა. მე ნიჭიერი რო დააწერეს. ხო. დაწერეს. ო. აი, მართლა მომეწონა მე. კარგი. რავი, პირველი კარგი იყო და ახლა მომდევნო. მე მომდევნოები როგორ იქნება რა? ყოველ სამშაბათს. ყოველ სამშაბათს ხო. ხო. პირველია სამშაბათს მგონი. სამშაბათს პირველია? ხო. ხო. ხო, მგონი. რა მგონია დი? ხო, თავდება უკვე თვე. დღეს რა რიცხვია? არ ვიცი. დღეს 22-ში ხო დამერიცხა ხელფასი. ხო. ავიღე გუშინ წინ. 22. არა, 21, 22. 23. არა, ორ შაბათს აიღე. 24-ში ავიღე. ხო, 24. 25 გუშინ იყო, 26-ია დღეს. ხო, პირველია სამშაბათს. თუ არა, კაცო. თუ ხო? თუ არა? არ ვიცი. ესე იგი, ორ შაბათს იყო 24, ხო? 24, ხო, გუშინ იყო 25. 25. 26-ია დღეს. დღეს 4 შაბათია, 26. შაბათი 26. ხოლო 27. 27, 28. 28. ხო, პირველია იმაში. სამშაბათს. ხო, 30, 31 არის. ხო, ორშაბათს არის 31. სამშაბათს არის პირველი. ო და ის იქნება რა ქვია. ნიჭიერი. ღამე გადის, ღამე რო არ გადიოდეს უკეთესი იქნებოდა. ხო. 10 საათზე იწყება და როდის თარდება ღმერთ მაინც. კი. ამის მერი რო დამთავრდება ისა, კიდე რო გამოვიდეს, კარგი იქნება. ნიჭიერი. ხო. ხო, კაი. კაი. ნიჭიერი მოსა. კაი იქნება, იმიტომ რომ გასართობი არის და ოღონდაც ის ვერ გავიგე როგორ რას აკეთებენ. ის რო დამთავრდა რა ქვია. ხო გაწყვიტეს შუაზე. ის ვერ გავიგე, ის უნდა ყოფილიყო რა ქვია. მერე იმის მერე გადარჩევის მერე ხო გადაარჩიეს. ის უნდა ყოფილიყო. ნიჭიერი ექსტრაო, რაც ვერ მოხდა იმაში რა ქვია. და ვინც ვერ მოხდა ტელევიზიით, ის უნდა ყოფილიყო. ისიც არ იყო.
და ეხლა როდის გადმოახტუნეს იმაზე რა ქვია პირველი ნახევარფინალიო იყო გუშინ მე არ ვიცი რა მოხდა ვერ გავიგე არის ეს მე რა ვიცი ვერ გავიგე რა მოხდა არ ვიცი ხო გაწყვიტეს ხო შუაზე შეაჩერეს არც ის იყო რა ქვია არც ის ნიჭიერი ექსტრა და არც არაფერი შუაზე შეაჩერეს ხო და მე გაწყვიტეს რაღაცა მე კიდე თავიდან დაიწყო ვითომ მე ისევ შეწყვიტეს და გუშინ იყო ის რა ქვია პირველი ლაივი პირველი ნახევარფინალი ვერ გავიგე რა ხდებოდა რატო ხნეს ეგრე ვერ გავიგე პირველი ლაივი მეორე მესამე სამშაბათს იქნება კიდე ლაივი მეორე ლაივი იქნება სამშაბათს კი ბატონო მესამე ლაივი იქით მე კიდე იმ სამშაბათს იქნება მესამე მეოთხე ლაივი იქნება მეხუთე იქნება ის რა ქვია ნახევარფინალი და მე პირდაპირ ეთერი იმაში რა ქვია იმის ფინალის ხო ეგეც თუ იყო რა ვიცი თუ კიდე არაფერი იქნეს და არაფერი იმას აქნეს რა ქვია არ შეწყვიტეს კიდე თუ არაფერი შეცვალეს თუ რა არის დარიეს ხო და შეცვალეს და შეწყვიტეს რა ვიცი მე მე რა პოზაზე მაგხარ ხო ეთმები ვერ დავილაგე ეგ შეწყვიტეს რაც კარგია ის შეწყვიტეს და რაღაცა რა ქვია ერთი და იგივე სერიალებს ხო კარგად უშვებენ რა ხმარია ჭრიჭინებს რა მე რა ვიცი დაისვენა ყურება აღარ დადის ვიღაცა ბრუგი რაღაცა ვრახუნებს რაღაცას საღამო მოვა და ღამ აუ და წავალ ჭინჭას მოვკრეფავ მე რა არის ხვალე გამოულე საღამოთი მე გამარჯვებას როგორ ამწამდებით მერტმა კარგად გამყოფოსხი და მოვკრეფავ და ხვალე მოუხარშავთ და საღამოზე გამოულენ და ქინცსა და ხალხს მეწამოვიღებ უნაზო კაბლო მეწამოვიღებ ხო აი ხო ეგეთი მე აქ მივდივარ დედა ვიღაცა ლეწავს რასა მე რა ვიცი აბრახუნებს რაღაც შუსტრად მუსტრად კაია ჭინჭელის ფხალი ის უყვარს ზოგს კაკალში უყვარს ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს ზოგს ისე უყვარს ზოგს ასე უყვარს და რა ვიცი თოლი მიკავება შეიც ხო სხვადასხვაშორის მეც ამაკშულო ალერგია შეგონია მე ხო იცი მატყლის ალერგიაც ამაქვს ხო აი მატყლის საბანს და ლებს ვერ გავიდან გარეთ ვერაფრით რო დავერტყო ხო ისე ცუდად ამხდის ის არის რა ქვია თან კიდე თავისით მოდის ცრემლი ხალხო ვიღაცამ რომ დავინახოს ეგონება რომ ტირი ვარ თავისით მოდის ცრემლი ხო ახლა ყველას სხვადასხვა ეტაპები აქვს მაგ იმას მე რა ვიცი მაგრამ მეტი წელი ცრემდენა და თვალების ქაველი თვალების აწვა ხო ნეგატივისგან აი ნეგატივი რა შუაშია კაცო აი გაზაფხული რო არის იმიტომ მე მაისში იცის კიდე რო გადაყვავილდება მე იმდენად აღარ პრინციპში მე მაგ მთელი ზაფხული გვიან შემოდგომამდე მე სულ მაგ გვიან შემოდგომამდე ხო ვიღაცა რაღაცას აჭედებს ხო აჭედებს და აჭედებს შენებლობა ეს ბრახუნი ხო კი ბატონო რაღაცას აკეთებს მაგრამ
იმას რომ მოტოციკლით რო დადის ვიღაცა და რო იმას აშვება ბრუმ 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 ამ ბრუილებს ნეტარ ნუ თვითონ არ იმას აშვება რა ქვია ყურებში მაგრამ ფსიქოლოგიურ ჩემ ხელა ის უკეთია რა ქვია ჩაფხუტი. ჩაფხუტი იმ ხელა რაღაცა უკეთია ზედ ჩაფხუტი რომ რა ვიცი კაცო იაროს ოღონ კარგია. იაროს მაგრამ ნელა იაროს შეიძლება ნელა ხო შეიძლება რა და ყურებს იმას აშვება რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად განგრევს ოღონდ მოტოციკლები არ მიყვარს მე მოტოციკლები არ მიყვარს რამდენი 20-ზე ვარ 20-ზე წავედით მოტოციკლები არ მიყვარს ხო და ეგრე ზოგიერთები აიცი რა უნდა გითხრათ ხალხო აი კუთხურ იმაზე რომ დაწერენ საუბარს ჯერ ეგეთი კუთხური საუბარი როდის აქვს მე პირადად როგორ თქვა სუნკები სუნკებიო სუნკარი აღარ არის ჰა სუნკარი აღარ არის სუნკები სუნკები მე არ მithქვია ჯერ ეგეთი რომ დაწერა ვიღაცამ სუნკები არ მithქვია აი ისი რაღაცა ჩანთები ვთქვი მაშინ ხო და ჯერ ეგეთი კიდე არავის საქმე არ არის მე რას ვიტყვი ხანდახან ჩემი საკუთარი აზრი არ მაინტერესებს და ის ვინ არის ნეტა არა უბრალოდ და სოფლი აი რა შუაში სოფლენიო ვენაცვალე ყველა სოფლეს შემოვევლე მე აი რა შუაშია სოფლები და ქალაქები ხო ის ქალაქიდან რო სოფელი რო არ იყოს ვითომ ქალაქელებო კარენოი თბილისელები რო ხართ და ის არის აქვე ჩვენ არის ვიცით ყველა ხო არ არის ეგეთი კაცო ჩვენ არა ესენი აი ვიც მაგაზაცენ მე მაგაზე ვიწარი და რო არ იყოს სოფელი რო არ იყოს ვაჟბატონო თუ ქალბატონო თუ ვიღაცა ხარ არც ყველი გექნებოდა არც რძე გექნებოდა მწვანი და არც ბოსტნეული გექნებოდა ხო და ჯერ ეგეთი საუბარში და კიდე ის მეორე ელემენტარული ჩვენ მოვდივართ ძალიან სწორადაც შეგვიძლია საუბარი კულტურულადაც ყველანაირად შეგვიძლია მაგრამ ჩვენ მოვდივართ როგორც შინაურულად როგორც ჩვენებად ვთვლით და იმიტომ საუბრობთ ხან ისე ხო ელემენტარული სიტუაცია ვიღოთ და არ შეიძლება ესეთი აი ის არის არ თამაშობ ეგ თამაში არ არის როგ იმას აშვები რა ქვია ჩვეულებრივად რო ლაპარაკობ ადამიანურად ის არის თამაში რომ მოდიხარ და ძალიან ოფიციალური სიტყვებით რო იმას აშვები რა ქვია საუბრობ და რაც არ ახარ იმას რო იმას აშვები რა ქვია იკერებ თავზე როგორიც არ ახარ ხო ადამიანობას ყველანაირად შეიძლება რაღაცის არ გამომიხდება ინდობიანხოლმე დაიცა ბოლოს რა ეწერა სუნკებიო და რაღაცა ვირიო და რაღაცა ვირით შენ ახარ ვიღაცა აი რაღაცა აი უაზრო ხო და კიდე ის მეორე იდიოტი და თავმირტყმული იმას თავს დავანებებ რაღაცეები რო დაწერა და შენ სხვის შარვალს რატო უყურებ მაინდამაინც კვევით რატო იყურები ზემოთ შემომხედე აწიე თვალები მაინდამანი იქ ერთ ადგილას რო იყურები არა უბრალოდ იცი რა არის არ არის უმსგავსობა ეგეთი და ჯერ ეგეთი შენ საქმე არ არის ვის როგორი იქნება შარვალი ვინ როგორი ქცევები იქნება და ვინ როგორი იქნება ვიზუალურად ეგ არ არის საქმე არ არის ჯერ ეგეთი ქალოიაო აი ხალხო დაწერეთ გიორგის რა ეტყობა ქალოიოს და კიდე ის არის რა ქვია ქალოიოს რა ეტყობა ჩემ შვილს აი მითხარი მე არ აი ჯანდაბას მაგას თავი დაანებე დედა ხო აი რა ჯერ ეგეთი საქმე არავისი არ არის ვინ როგორი იქნება და ვინ როგორი ვიზუალის იქნება და ის იქნება ვინ როგორი აიწევს შარვალს და ადამიანმა და ნორმალურად იყოს მოიცა ვიზუალზე არ არის აქ კიდე და კიდე რაღაცა ეწერა ვაი შეუბედურო კიდევ კარგი აქ არა ხარ შეუბედურო და მე გაჩვენებდი როგორი ისავა რა ქვია შენ აქ რომ ყავდე ჩურაო ჩუეწერა
და ისინი ეწერა რა ქვია ფიქრები თუ რაღაცეები მე რა ვიცი ბოლომდე არც დაუწერია შეეწერა თუ ეწერა თუ რაღაცა ეწერა მე რა ვიცი ვერ არის თავის მატორზე და ჯერ ერთი ან ქალოიას რა აქ გიორგის ან ნეტაი კაცი გინახია შენ თვითონ ახარ ეტყობა ვიღაცა ის არის რა ქვია იცი რას გეტყვი ლაპარაკობ იცი რას გეტყვი ქალბატონი ხარ თუ ვაჟბატონი ხარ არ ვიცი შეიძლება ბავშვიც ხარ მე რა ვიცი არავინ არ იცის ვინ როგორია და ვინ არის და ჯერ ერთი არავის საქმე არ არის ვინ როგორი იქნება ღმერთს უნდა შეხედო ჯერ და მე სხვაზე უნდა ისაუბრო ნამდვილად არ შეიძლება ესე ქრისტიანობაზე რო დამიდებთ ხოლმე თავს შენაირებზე თქვენნაირებზე ვიძახით თქვენ ორიზნაირებზე ქრისტიანობაზე რო დამიდებთ თავს და იმაზე რა ქვია ვაშკაცობაზე და იმაზე ნუ მიდებთ თავს ქრისტიანობა საერთოდ ნუ ახსენებთ თქვენ და თქვენნაირები კიდე და ქრისტესაც ნუ ახსენებთ ქრისტეს აბსოლუტურად ყველა უყვარს და ვაშკაცობაზე კიდე ნუ ლაპარაკობთ ისაო რა ქვია დამიწყებენ ხოლმე ქრისტიანობას ეგ ქრისტიანობა არ არის რასაც თქვენ აკეთებთ გაიგე უფალმა გითხრა ადამიანი არასოდეს არ დაამცირო და ზედმეტი არ უთხრა უფალმა ეს გითხრა ის კი არ გითხრა ადამიანს რომ აი შენ ვითომ ბლატაობთ და მოდიხარ და რაღაცეებს წერს ნეტა ზოგიერთებმა არ იცოდეთ სხვის საქმეში და სხვის ცხოვრებაში წვედის ჩაყოფა რა სიტყვაზე ნამდვილად არ უნდა მეთქვეს ბლატავი და ესეთი რაღაცეები ჩემში არ ჯდება და არ არის ეგ ბლატაობაა ზუსტად ხო და როგორიც არ ახარ და ისე რო შედის და არ ჯდება ეგეთი რაღაცეები და თუ არ ქსიამოვნებს ვიღაცა ხარ ვინ ხარ და რა ხარ სახელიც არ გიწერია ნამდვილად ვერ ვიცი კიდეც ვიყურებ აი და დაგბლოკე კი ბატონო დაგბლოკე მაინც შემოხვარ და გვიყურებ არ შეიძლება უფალს უნდა უთხრა რომ შეგინდოს გინდა სხვა აკაუნტი გააკეთეთ ერთი წუთი ბოდიში რომ შეგაწყვეტინე გინდა სხვა აკაუნტი გააკეთე ერთმანეთს და მეორემაც შემოდი რაც გინდა ის დაწერე არ მინდა რომ ეხლა რაღაც სიტყვები თქვა თან ვიდეოს ვიღებ ბავშვებიც მიყურებენ და არ მინდა რომ იმას აქვნა რა ქვია შეურაცხყოფა მივაყენო ჯერ ეგეთი ჩემ პირველ რიგში ჩემ საკუთარ თავს და მე თქვენაირებს არ მინდა რომ ენა ვიმყრალო და ჩვენ მაყურებელს და თქვენაირებთან კი შენაირებთან კიდე ორისნაირად არ შეიძლება ესეთი თქვენ დონემდე არ დავეშვები უმსგავსობა და ჯერ ეგეთი ხალხნო გესმით ჩემშვის ვინ შეეხება უყუღმართად უნაიროდ რაღაცა მე ამას ვერავის ვერ ვაპატიებ ნამდვილად აი ნამდვილად ჯერ ეგეთი ჩემი შვილი მე თქვენი გასალანძღე და გასათათხი და ეგრე და ეხლა იმას აქნა რა ქვია ვითომ ამათმა ვიღაცა დაამცირეს ამათმა ვითომ დამამცირეს ამ სიტყვებით ვაი თქვენს პატრონს თქვენსას ვაი თქვენს პატრონს ჩემი შვილს იმხელა გაგება აქვს და იმხელა ადამიანობა აქვს რომ ის როგორ მიმართოს და ის როგორ უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული თქვენნაირებთან ხო რამდენი წელია თავიდან რომ მოვედი თითქოს იმ წყინდა და იმას საშუალებდა არა წყინს გიორგი საერთოდ არც წყინს აი ბოდიში ხალხო თქვენთან ბოდიში ხალხო ჩემო კეთილებო ჩემო კარგო ადამიანებო ბოდიში თქვენთან საერთოდ მკიდია გაიგე ხანდახან ჩემი საკუთარი აზრი არ მაინტერესებს და შენ ვინ მიგდიყარ ან შენ კიდე მეორე ხანდახან ჩემი საკუთარი აზრი არ მაინტერესებს რატომ მე შემოვლელი ყველა სოფლელს შემოვლელი გაქვთ ეგეთი უაზრო წიკები რომ სოფლელი ადამიანი არ არის და ქალაქელია სოფელიც წინვალეა სოფელში ციციან არიციან მოქცევა წესები ყველა მიცის შენ საიდან ხარ შენი წინაპარი საიდან არის მოსული სოფლიდან არა გამაგებინა ერთი საიდან რაიონიდან არა ხარ აი ხალხობა გიორგი ქალაქელი იქნება თუ თბილისში კი შეიძლება თბილისში დაიბადე მაგრამ ხალხო თქვენ მითხარით ხო კარგი აზრი გაქვთ და კარგად აზროვნებთ ვიცი
კი ბატონო, ვიცი, კარგად აზროვნებთ და კარგი აი როგორ გითხრათ, კარგად შეგიძლიათ იმის ისა აზრის დაფიქსირება, თქვენი აზრის. მე პატივს თქვენს საღაზრს. ხო და შეიძლება კი ბატონო თბილისში დაიბადე, თბილისში ცხოვრობ, მაგრამ რაიონიდან არა ხარ წარმოშობით? ჯერეგეთი სოფლელი რა ლაპარაკი. სოფლელი რა სიტყვაა ჯერეგეთი? შენ წინაპარს შენ, აი ვიღაცა ხარ, ხო? აი შენ ბებიას, პაპას, ბაბუას, ნებისმიერ ვიღაცას, ხო, ბიძას, იქნება შენი ნათესაობაც არის სოფლელში. ესე იგი, იმ სოფლელ ადამიანს პატივს არ არცემს. არცემს თავის ადამიანობას არცემს პატივს. იცი რა გონია? ის გონია რა ქვია? ყველაფრის მეფე გონია თავისი თავი. რა შუაშია ნუ რას უკაცრავად? თბილისელი და ისა. ნუ რას უკაცრავად? ვაჟბატონი ხარ თუ ქალბატონი არ. იქაც ძალიან სოფელში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ძალიან კარგად იციან იმ ხალხმა სოფელში ვიც ცხოვრობს. და კიდე ის არის რა ქვია. როგორ ისაუბრონ, რანაირად ისაუბრონ, ვის როგორ მიმართოს, მაგრამ შენ ქალაქში კი არა, თუ გინდა პარიზშიც რო წახვიდე, ხო? იგივე დარჩები. ისევე იგივე დარჩები, ნაგავი ბოდიში ამ სიტყვისთვის, რაც ეხლა ხარ. ხო, და კიდე ის არის რა ქვია. დუბაიში რო შეიხად დაგსვან, ხო? შეიხად რო დაგსვან. ეხლა გაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და სხვა მაშინ რა იქნები რა ვიცი, ალბათ საკუთარ ნათესავსაც გამარჯვებას არ ეტყვი. ხო და დუბაიშიც რო შეიხად დაგსვან და იმის დედოფალი რო იყო კიდე რა ქვია ელიზაბეთ მეორის ადგილას რო დაგსვან კიდე იგივე ნაგავი იქნები ბოდიში ხალხო თქვენთან ამ სიტყვისთვის იგივე ნაგავი დარჩები როგორი ნაგავიც ეხლა ხარ და როგორიც დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ელიზაბეთ მეორის არ ჰქონდა საკუთარ თავზე წარმოდგენა ქალი ამხელა ქვეყნის დედოფალი იყო შენ ვინა ხარ ვერ გავიგე აი ესეთი დიდი წარმოდგენა რო გაგდა მოყივი ხარ ზემოდან უყურებად ხალხს იქ სოფლელი და იქ ისა მოდიო რა მადლობა თქვი რომ საერთოდ სოფლელმა გვერდზე და გიჯდეს და გამარჯობა გითხრას მადლობა თქვი და კიდე ერთი მინდოდა თქვა იმაზე რომ შემომივარდი ქალბატონო ვიღაცა ხარ ვიღაცა ისა ხარ რა ქვია მადონა ხარ თუ დოდონაო თუ დოდო თუ ვიღაცა ხარ TikTok-ზე რომ შემომივარდი და რეებს იღებ შენ ვინ მიგდი ხარ შენი რა საქმეა ვერ გავიგე მე რეებს გადავიღებ YouTube-ში გიყურებო იქ რეებს ლაპარაკობო და სადაც ლაპარაკობო და აქ რეებს იღებო შენ ვინ გდი ხარ ვერ გავიგე რას იღებს ცუც არაფერს არ მე რას ვიღებ მე ვიღებ ინდურ სიმღერებს კი ბატონო ცუც არაფერს არ იღებს მე ძალიან კარგი სიმღერებს უსმენ კი ბატონო ინდურ სიმღერებსაც არაბულ სიმღერებსაც უსმენ შენ ვინა ხარ ვერ გავიგე ეგ არავის საქმე არა ვირას გააკეთებს და ვირას გააკეთებს გიორგი და შენი საქმე არ არის ჯერ ეგეთი აზრები გაიწმინდეთ გულები გაიწმინდეთ და გონება გაიწმინდეთ ხო გონება ამოიწმინდეთ ეგეთმა ხალხმა რომ ცუდი ადამიანს არასოდეს არ აკადრო არც სოფლებს არც ქალაქებს არც არავის ნემაში ცხოვრობო თან რა ქვია ევროპაში ცხოვრობო და ევროპელი შენ ვერასოდეს ვერ გახდები ევროპის დონემდე ვერ დაეშვები შენ ვერასოდეს ახლა დავანებოთ მაგას თავი იმასაც კი არ იმსახურებ რომ ევროპამ თავის დროზე შეგიშვა იმასაც არ იმსახურებ სადაც გინდა იქ ცხოვრობ სადაც გინდა იქ იყავი და როგორი რაც გინდა ის გააკეთე მე ისევე გავაკეთებ ჩემ საქმეს YouTube-საც TikTok-საც Instagram-საც და Facebook-საც კიდე ეგ არავის და დეკინა მიყურე მე ჩემთვის უკეთესი ყველგან მიყურე ყველგან შემოდი ყველგან მიყურე კომენტარებით დაწერე კი ბატონო საერთოდ არ მაინტერესებს ეგ არავის საქმე არ არის ვირას გააკეთებს და ვირის და ესე ადამიანების ლანძღვა და დაცინვა რატო იცით ყველა ადამიანის დაცინვა და ლანძღვა რატო იცით შენაირებმა რატო იციან მითხარი იქ გამაგებინე
აქ უკვე მე რამდენით უნდა დაგვბლოკო აქ YouTube-ზე კაცო. ცოტა ეხლა კიდე იქ შემომივარ და YouTube-ი არ მეყოფოდა. თავი უნდა დაანევე იქით აი, მე ადამიანს, დედაგვერდ. მაგრამ უბრალოდ პასუხი რო არ გასცე ხო? უფრო მეც სიზამენ ასე მგონია რა. რომ ისე წესით არ საერთოდ არ უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ამათ დონემდე არ უნდა დაეშვა ამ იმების რა ქვია. მართალია. ამ რა ვიცი ადამიანებს ვერ დავარქმევ. მართალია. და ჯერ ეგერთია. შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო არც ერთს. მე თქვენს გცემს ჩემო კარგებო და ჩემო თბილებო. პატივს პირველ რიგში კიდე საკუთარ თავს მერე თქვენ და არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ რომ აქ ბავშვებიც მიყურებენ. კი, რა თქმა უნდა. თორე ისეთ კაი სიტყვებს ვეტყოდი. რომ მეორე აღარ მოუნდებოდა. კი, მაგრამ არ შეიძლება. უბრალოდ არ შეიძლება. მე კიდე რომ მოვდივარ არ ვთამაშობ აქ. თორე ძალიან შემიძლია ძალიან კარგად შემიძლია მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი. მაგრამ არ თამაშობ ხალხო თქვენთან. ჩვენ მოვდივართ როგორც საკუთარ ოჯახში. როგორც საკუთარ სახლში ვარ და საუბრობ, ისევ საუბრობ თქვენთანაც. ისე მოვდივარ და ისე ვაკეთებ. და თუ არ გინდათ ჩვენი ყურება, გინდა TikTok-ი იყოს, გინდა Instagram-ი და გინდა Facebook-იც იყოს. საერთოდ ვახშემ რა. ხო. ცოტა აუდიტორია იქნება თუ ბევრი აუდიტორია იქნება, ნამდვილად ჩვენ გვაწყობს ეს აუდიტორია და ყავს. ძალიან კარგი. მე აუდიტორია მყავს, გამომწერები მყავს იმ ქვეყნიდან, აუდიტორია მყავს, იმიტომ ვიღებ ამ ყველაფერს. გამომწერები მყავს, გამომწერები ითხოვენ. ხო და რა აუდიტორიაც მყავს და საიდანაც მყავს ადამიანები და საიდანაც მიყურებენ, იმას ვიღებ. და ეს არავისი საქმე არ არის. გაითვალისწინოს კიდევ ვინმე თუ მიყურებს მსგავსი და მსგავსი ის თუ გაუჩნდება, რა ქვია, აზრი. გაითვალისწინოს. არავისი საქმე არ არის და ნუ დაიღლით თავი ხელებსაც და თითებსაც და თავებს. აზრებს. და ეგ წვეტიანი აზრები თქვენთვის შეინახეთ. ეკლიანი აზრები. მე არ მაინტერესებს. ჯერ მე ვითვალისწინებ რატომ გადავიდეს ადამიანები სოფლელი. აი რა ხო და ლაპარაკია. მე ვითვალისწინებ ადეკვატურ აზრებს და ადეკვატურ იმებს რა ქვია, რჩევებს და ადამიანობებს. როგორც ჩვენ. ნამდვილად ჩვენ შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებთ, არავის ზედმეტ და ეთმა ადრე კიდე დაწერა რა არ მეგობრები სულ არ ყავსო, რომ იმაში დედასთან ერთად დადიხარ სულო. მეგობრებიც მყავს და მეგობრებთან ერთად რომ ვარ, არ ვიღებ არც TikTok-ს, არც Instagram-ზე ვიღებ Reels-ებს, არც კიდე YouTube-ზე. გაიგე? დაიმახსოვრე. კიდე ვინმეს თუ გაუჩნდა აზრი. მსგავსი აზრი. იქ მიდის, იმიტომ რომ მე მივდივარ მეგობრებთან, იმიტომ რომ გავერთო იმას აქვს რა ქვია, განვიტვირთო ცოტა ხნით, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვხვდებით, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ორივეს ერთად აკეთებს და ასე. და ეგ არავის საქმე არ არის. და დედასთან გადაიღებს, შვილთან გადაიღებს, ვისთან გადაიღებს, ეგ არავის საქმე არ არის. და მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვიღებ ვიდეოებს. გაიგეთ? და იმ ვინც ნამდვილი მეგობრები ყავს და წესიერი მეგობრები ყავს, იმათაც არ უნდა კადრში გამოჩენა, ვიდეოში გამოჩენა არ უნდა. ხო და რატომ პირველ რიგში მაგიტომ არ ვიღებ, რომ პატივს ვცემ მე ჩემს მეგობრებს, მათ აზრს ვცემ პატივს და მეორე რიგში კიდე მე არ დავდივარ მეგობრებში იმის გულისთვის, რომ ვიდეოები გადავიღო. კი, ეგ ჩვენი აზრია. და ეგ არის ჩემი პირადი სივრცე, ჩემი პირადი კი ბატონო გიზიარეთ ჩემ ცხოვრებას, რომ მივდივარ სადმე, მაგრამ როგორც რომ მეგობრებში ვიჯდე და
იმას აქვნა უკვე მე ვიდეოები ვიღო, ეგრე არ არის. ეგ არის ჩემი ძალიან პირადი. აი ეხლა მაგალითად აბაზანაში რო შევდივართ და დაბანა გვინდა, ხო არ ვიღებთ? ხო ეგ ჩვენი პირადი ხო არის? კი, რა თქმა უნდა. და ვიღებ იმასაც. ნებისმიერ რაღაცა შეგვიძლია, რაც გვინდა ჩვენ იმას ვიღებთ. ხო. თუ არ გსიამოვნებთ ჩვენთან ურთიერთობა და ჩვენთან ერთად ყოფნა, გადით. მიბრძანდი. არავინ გარკვევებს. არავინ გაძალებს და არავინ არაფერს არ გთხოვს, რომ შემოდი და იყავი ჩვენთან. შენ ალბათ ის გიყვარს, რომ ის არის რა ქვია. 24/7-ზე რო ქუჩაში არიან და იმენა ტო და ფუ აკლემებით რო იფურთხებიან, ეგ გიყვარს ალბათ. და 24/7-ზე რო დაკრეჭილები დადიან კიდე. ხო და ალბათ ეგ გიყვარს. საქმე არა, ვინ დაკრეჭილი ილვის და ვინ რას იფურთხეს და ვინ რას იზამს, ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, იმას თავისი აზრი აქვს და თავად რაც კიდე ის გააკეთებს. და შენ სადაც გინდა წახვიდე. ჩვენი აზრი. ის არის რა ქვია. შენ სადაც გინდა წახვიდე და რომელ ქვეყანაშიც გინდა ჩახვიდე, იგივე დარჩები რაც ეხლა ხარ. კი, ნამდვილად. და რატომ რისი გულისთვის იმას რატო ინდურ სიმღერებს რატო იღო? ვაიმე და გადავირიე. ნუ გადამრიეთ ხალხ, ნუ შემშალეთ ჭკუიდან. რა უბედურებაა საიდან გამოხდით ამდენი? საიდან გამოჩდით ამდენი კაცო? ყველანაირად ჩემთვის მოიცალეთ? მაინდა-მაინც სხვა აღარავინ იღებს? ნუ გავაკეთო ჩემ იმას ვიხარებ რა ქვია. ვერთობი ხალხ ნუ, დავაცადეთ გართობა, ხო? ხალხო გართობაცაც არ გაცდიან. გართქავალ და ხო. ცხოვრებას არ გაცდიან ეს ხალხი რა არის? გამანებეთ ხალხო თავი ჩემთვის ნუ მოიცალეთ ყველა. წადით სხვაგან. ვა, შენს გარდა აღარავინ არის იმ TikTok-ში? აი მაინდა-მაინც მე ვნახე ან YouTube-ში ან TikTok-ში. წადით სხვაგან. ვა. ნუ გადაბრიეთ კაცო, ნუ შემშალეთ ჭკუიდან ხალხო, რა გჭირთ რა არის? ვა. დედა? დავიღალე. მართლა დავიღალე. მარმასიან არაფერს. ვა. რა შეჭუდი? რაღაცა ვიდეო გამო ისე ხალხო ხანდახან კარგია რომ შემოვლენ, იმიტომ რომ ვიდეოს თემას ვაძლევენ. და სასაუბროს. ეხლა კიდე ზაფხული მოა, ის ფერი რატო გაწვიაო, ეს ფერი რატო გაწვიაო, ვარდის ფერი რატო გაწვიაო. ვაიმე, დავიღალე, ალბათ დამღლიან. შავი რატო გაწვიაო, ის არისო სტრესი მაქვს, დეპრესიაში ვარდებიო, თეთრი რატო გაწვიაო, ის ამაქო, ვარდისფერი რატო გაწვიაო, ისე ვარო, არ მომწონსო, გოგოსიაო. ვაიმე, ნუ გადამრიეთ. მე გადამერიეს ხალხ ნუ ამათმა. ამდენი თუ ბენელი აზროვნების ადამიანი იყო, არ ვიცი. არ ვიცოდი რა ვიცოდი მე. აი ხალხო სანამ იუთუბერობას დავიწყებდი და ზოგადად სანამ ესე აქტიურად ვიქნებოდი სოციალურ მედიაში, სოციალურ ქსელებში და რო უყურებდი ხოლმე იმებს და კრეატორებს რო უყურებდი და გინდაც იუთუბერებს და რო იძახოდნენ ხოლმე რომ იმანეს დამიწერა, ამანეს დამიწერა, მე მოგონა იგონებდნენ. რას იგონებენ ხალხო? რა მოგონება არის მოგონება? ვაიმე, უკვე 2022-ში დავიწყე YouTube-ის გადაღება, თუ არ ვცდები. 2022, 23, 24, 25. 4 წელია YouTube-ში ვარ. ხო და მივხვდი უკვე, დავიმახსოვრე, გამოვიმუშავე,
იმუნიტეტი. TikTok-ში კი იმის დროიდან მუსიკალი რო იყო თუ გახსოვთ. იმის დროიდან ვარ, მაგრამ ესე არ ვიყავი აქტიური. ოდა Facebook-შიც ვიყავი, მაგრამ ესე აქტიური არ ვიყავი, Instagram-ზეც ვიყავი, აქტიური არ ვიყავი მაშინაც. ისე ძალიან და ეხლა უფრო აქტიური გავხდი. ოდა მე პირველ რიგში იმიტომ ვიღებ, რომ მე თვითონ მინდა ასე, მეორე რიგში იმიტომ ვიღებ, რომ აუდიტორია მყავს და საიდანაც აუდიტორია მყავს, მე იმას ვიღებ. და ასე. YouTube-შიც რომ ყავდეს, სულ ყველა სულ ყველა მთელი გამოწერები, უცხოელები, იქ გადავიღებდი ვიდეოებს, მაგრამ კი შემიძლია მეორე არხიც გავაკეთო მე, მაგრამ მეორე არხს ვერ მართავ, იმიტომ რომ ძნელია. ჯერ უნდა გადავიღო ქართულად, მერე უცხო ენაზე და ძნელია ორი არხის მართვა. მუკბანგების არხიც მქონდა, მაგრამ დავანებე იმასაც თავი, რომ ძნელია ორი არხის ერთად მართვა ხალხო. დღესაც გადასაღები მაქვს TikTok-ზე რაღაც ვიდეო. დასადები. და კიდე იმანი ის დავიწერა, ფულის საშუალებლად რასაც კადრულობთო. ფულის საშუალებლად TikTok-ს არ ვიღებ. ჰა? არა, ხალხეუნები, ფულის საშუალებლად რასაც კადრულობთო, ყველაფერს იმას აშვევითო, რა ქვია, იღებთო და იმ ვიღაცამ, ვიღაც დოდო თუ ვიღაცა უხრობა. ფულის საშუალებლად რა შუაში? TikTok-ს ფულის საშუალებლად არ ვიღებ. მე ასე მინდა და ასე ვიღებ. და იმაში YouTube-ს რაც შეეხება, YouTube-ს აქვს ეგეთი ალგორითმი და იმიტომაც ჩვენ გვინდა და ვიღებ კიდეც სიამოვნებს ვიდეოების გადაღება, YouTube-თან ხელფასსაც გამოვიმუშავებ, ჩემი ხელფასი მაქვს. და ასე. ეგ არავის საქმე არ არის. ყველა რაღაცას ცდილობს და ყველა რაღაცას აკეთებს. მე თქვენ არ გეუნებათ ნებისმიერ ცუდ ადამიანს, რომ შენ რატომ ხარ? რატომ ხარ საზღვარგარეთში? რატომ ხარ იმაში ევროპაში? პარიზში ყოფილ ხარ ქალბატონო თურმე? პარიზში კი არა, პარიზის იქით რო გადახვიდე, ხო? მაინც იგივე იქნები. თავარია სული გაიწმინდო და ადამიანობა გქონდეს. და პატივისცე შენ პარიზს ვერ გაცდი ალბათ და ხალხს მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს. ზოგს პარიზს ვერ გაცდი და მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს. 50-ზე მივდივარ? 48-ზე ვარ ჯერ. 48-ზე? ხო და არ ვიცი. მე ისე გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას YouTube-ზეც, TikTok-ზეც. გიორგი, აი ყვავილი დავანახოთ, დედი, კაი ნოტაზე დავასრულოთ. ხო, მე დავასრულოთ კაი იმაზე. დავანახოთ. ხო და Instagram-ზეც, Facebook-ზეც ასევე გავაგრძელებ ფოტოების დადებას. კიდე მე რომ მაგაზე არ ვინერულო, სხვა სანერულო არ მოგცეს, ღმერთმა რომ ამაზე არ ვინერულოთ, ამათ ხალხზე რა დაალევს ესეთებს ხალხო, უფრო მოდიან. ყველგან არიან. და ასე. წესიერი ადეკვატური და ნორმალური ხალხია. ხო. ისინი გუმრავლოს ღმერთმა. და ღმერთს მადლობა, რომ უმეტესი კარგი ადამიანები არიან. უმეტესი კი არა 100%-ით.
ძალიან კარგი ადამიანები მყავს გამომწერებში მე ხო კი ასე YouTube-შიც ყველგან აბსოლუტურად სადაც მყავს გამომწერები კარგი ადამიანები მყავს ასევე Facebook-შიც გამომწერები მყავს ქვეყანა მემატება და მემატება იმიტომ რომ გლობალზეა ჩემი YouTube-იც ისიც რა ქვია TikTok-იც Facebook-იც და Instagram-იც დაყენებული ყველას შეუძლია ჩემი ვიდეოების ნახვა ხო და ხო ეხლა რა მინდოდა ხალხო აღარ გამახსენდა ბოდიში მაპატიე იმასე Instagram-ზე მომწერა ერთმა რომ ვერ ვნახულობ შენ ვიდეოებსო და ალბათ გამოწერილი კი გააქვს მაგრამ იმასაშვები აქვს ზარის ღილა კი არ გაქვს გააქტიურებული ჩემ ახსენ რომ შეხვალ გამოწერილი რო გაქვს ან უნდა იყოს რო არა გაქვს ან უნდა იყოს subscribe ან უნდა იყოს გამოწერა ან უნდა იყოს რუსულად უნდა გქონდეს რა ენაზე გაქვს დაყენებული არ ვიცი ხო და იმას რომ დააწვევი ზარის ღილა კი ზარი გადახაზული არ უნდა იყოს გააქტიურებული ყოველთვის უნდა მოგივიდეს და მაგას რო გააქტიურებ ხო აი გვერდზე იმ subscribe-ს რო დააწვევი ვიდეოსაც რო გახსნი subscribe-ს რო დააწვევი იქ ვიდეოს იმას დაგიწერს იცის როგორია შენი ისა რა შენი გამოწერის ისა სახელი და გვარი როგორ კი იცის ხო ხო და უნდა გამოიწერო აბა თუ არ მიგდებსო ემასავშებიო რა ქვია სახელი თუ ეძებო არ მიგდებს ვიდეოებსო არ მომდისო და ეთყობა ზარის ღილა კი არ გაქვს გააქტიურებული და მაგითო ზარის ღილა კი უნდა ზარის ღილა კი გააქტიურეთ ასევე ვისაც subscribe-ს დააწვევით subscribe-ს დააწვევით თქვა არხს და გვერდზე ზარის ღილა კი subscribe-ს გვერდზე არის ზარის ღილა კი იმასაც დააწვევით და მოგივათ მუდმივად მოგივათ ვიდეოების რომ დავდებთ ეგრე მოდი ახლა დამშვიდობებთან გავიდეთ ისიც ვანახოთ წამოდით ახლა იმას გაჩვენებთ ყვავილს გაჩვენებთ და დაგემშვიდობებით კარგ ნოტაზე დავასრულოთ ამათი ნერვი მე აღარა მაქვს არ უნდა ეკეთ ადამიანს მე ხალხო ისევ აგრძელებ ამათ ჟინაზე ყოველ დღე უნდა დავდო ამის ჟინაზე ყოველ დღე უნდა დავდო TikTok-ზე ვიდეო და მე რენახავს ყოველ დღე ვიდეოები მიყუროს რამდენიც უნდა ჩემთვის უკეთესი კაცო უკეთესი მე თუ გინდა ყურება გამომიწერე კიდეც TikTok-ზეც, Instagram-ზეც, Facebook-ზეც, YouTube-ზეც გამომიწერე. ქალბატონო, მადონა ხარ თუ დოდონა ხარ თუ შმოდონა, რა ვიცი. გამომიწერე. ჩვენი ბაღნარი აი ხალხო, ყვავილები. ნელ-ნელა იწყებს იმას რა ქვია. გააქტიურებას. ყვავებას. ნელ-ნელა იწყებს გაღვიძებას ბუნება ნენელა ჩემი ალერგიაც გაღვიძებას იწვევს იწყებს აი ხალხო ყვავილები არ არის ჯერ გაყვავებული მაგრამ მწვანეთა აი ეგერ მანქანა იგერ ვარდი აუ შევიჭე ჩვენი გოგონა ჩვენი ყვავილი ე ჩვენი პრინცესა მეორე პრინცესები აქ არის აი აგერაზიეს პრინცესა აი აგერ ყვავილი აი ხალხო გოგონა აქაც ჩარგულებია რაღაცა აქაც ყვავილებია ჩარგული აქაც ამოდის რაღაც ის ყვავდება რა ქვია მას რა ქვია აი წითელი ის როა პიონი აი ხალხო აი ისა აქაც რაღაც ყვავილია აი უნკანთან რაღაც ყვავილია მანდაც კიდე რა გაჩვენოთ იქით არიან ქათმები მეზობლის ქათმები
ახლა მეზობლებში ვერ დავივლი ვარდების და ყვავილების სანახავად. აბა ჰე დაგემშვიდობებით, მოიცა ტელევიზორია ჩართული არ გააღო. აბა ჰო დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით. კარგი დღის საღამო ყველას. აბა ჰე, კარგად. აგერ მე სარკეში თქვენი მონამორჩილი. კარგად. კარგად. Bye.